გამარჯობა, მოგესალმებით, ქორუმი გვაქვს, დავიწყოთ სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული არის მხოლოდ ერთი საკითხი, ეს შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები უმაღლესი განათლების შესახებ, რომელსაც აქვს ასევე თამდევი კანონები. მომხსენებელი ყავს ბატონი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ბატონო ზვიად. მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ რამდენიმე ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის პროექტს. ეს გახლავთ უმაღლესი განათლების შესახებ, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ და საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. მთავარი ცვლილებები მოგეხსენებათ, რომ შეეხება იმ რეფორმას, განათლების რეფორმას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის გაცხადებული, ამ ეტაპისთვის მოგეხსენებათ, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული კონცეფცია უკვე დამტკიცებულია და შესაბამისად წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით პირველ პაკეტს აღნიშნულ კანონებში ცვლილებების შეტანის ნაწილზე, რომელიც კონცეფციიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ ეტაპისთვის იქნას შესაბამისი ცვლილებები გათვალისწინებული, რომ არ შეფერხდეს შესაბამისი რეფორმების განხორციელება. მე ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ აგიხსნათ მთავარი ცვლილებების არსი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს გაეცანით, მაგრამ მაინც განმარტებები მინდა გავაკეთო. პირველი საკითხი ეხება უფასო სწავლების საკითხს. თქვენ იცით, რომ მართველი პოლიტიკური გუნდის მიერ არის გაცხადებული, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ხდება სრულიად უფასო. ეს გულისხმობს ეგრეთ წოდებულ 100%-იან დაფინანსების მოდელს, სადაც როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე სწავლების პროცესი იქნება სრულიად უზრუნველყოფილი და დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, პირველი ცვლილება შეეხება სწორედ ამ მიმართულებას, რადგან მოხდება ჩანაცვლება დღეს არსებული ეგრეთ წოდებული საგრანტო მოდელისა. განმარტავთ, საგრანტო მოდელის პრინციპი გახლავთ შემდეგნაირი: არსებობენ გარკვეული ტიპის ქულა გადალახული სტუდენტები, რომლებიც იღებენ 100%-იან, 70%-იან, 50% და 30%-იან საგრანტო დაფინანსებას. აქვე ამ ცვლილებებით ჩვენ ვინარჩუნებთ დღეს არსებულ სტუდენტებთან დაკავშირებით აღნიშნულ კვოტირებას და ეს ცვლილებები მათ არ შეეხებათ. იგულისხმება წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა განსხვავებული გადაწყვეტილება არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული. წელს ჩარიცხული პირველი კურსელები, მეორე, მესამე, მეოთხე და მაგისტრატურაზე მყოფი სტუდენტებიც. ანუ ამ მიმართულებით დაფინანსება საგრანტო მოდელის მიხედვით გაგრძელდება როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე კერძო უნივერსიტეტებში. რაც შეეხება ახალ მოდელს, ის ამოქმედება მხოლოდ მომავალი წლიდან, რადგან ასევე არსებობს ორი დამატებითი ცვლილება. პირველი ცვლილება გახლავთ ის, რომ დელეგირება მიენიჭება კონცეფციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას, რომ განსაზღვროს სპეციალიზებული მიმართულებები, სპეციალური პროგრამები და ასევე განსაზღვროს ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე სტუდენტთა კვოტირების საკითხები. რაოდენობას გულისხმობთ. დღეს არსებული მოდელის მიხედვით მოგეხსენებათ, რომ ხდება ეგრეთ წოდებული პოპულარული პროფესიების მიხედვით გადანაწილება, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დასაქმების ნაწილში. მაგალითად, იგივე ჩემი პროფესია სამართალთან მიმართებაში, იცით თქვენ, რომ არის ძალიან პოპულარულია უკვე 10 წლეულებია და ეს პოპულარობა საბოლოო ჯამში შრომის ბაზარზე არ აისახება. ჩვენ გვყავს ათასობით დამთავრებული ყოველწლიურად იურისტი, ამის სტატისტიკა რა თქმა უნდა გვაქვს, დაახლოებით 5-6 ამთავრებს ყოველწლიურად იურიდიულ ფაკულტეტებს, როგორც საჯარო, ისე კერძო მიმართულებაში. ცოტა უფრო მეტია სტატისტიკა ეკონომიკის მიმართულებაში, ხალბატონო ეკა, მაგრამ დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პრობლემა. დაახლოებით 10-დან 20%-მდეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე იმ პირველადი პარამეტრებით, რაც ჩვენ გვაქვს. ეს პარამეტრები მოგეხსენებათ, რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი და უკვე დაახლოებით რამდენიმე თვეა ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში ვფიქრობთ, რომ უკვე შევძლებთ წარმოდგენა შრომის ბაზრის მონაცემებთან დაკავშირებით უახლოეს წლებში დასაქმებადობა რა პარამეტრებში იქნება დაახლოებით და ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით იყოს განსაზღვრული სწორედ კვოტირება. ანუ მოვახდინოთ ეგრეთ წოდებული პოპულარული პროფესიებიდან გარკვეული ტიპის კვოტირების გადანაცვლება მოთხოვნად პროფესიებში. რაც შეეხება რაოდენობის ნაწილს, დაახლოებით 2-3 დღის წინ პრემიერ
პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განმარტა, რომ ჩვენ არ მოველოდებით აქტიურ ვარდნას სტუდენტების საერთო კოტირების რაოდენობისა დაახლოებით 150-155,000 სტუდენტია დღეს მოქმედი მოგიხსენებათ და ამ ნაწილში უფრო მეტად ველით გადანაწილების მიმართულებას და არა ვარდნას ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს ცვლილებები სწორედ ამ ორ ნაწილს გულისხმობს, კოტირების განსაზღვრის ნაწილებს, როგორც სტუდენტების რაოდენობასთან მიმართებაში, ასევე პროგრამებთან დაკავშირებით და მთავარი პრინციპი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით ამ პირველ პაკეტში, გახლავთ სასწავლო პროგრამების გადასვლა 4+2 მოდელიდან 3++1 მოდელზე. რას გულისხმობს ეს? დღეს არსებული პრინციპის მიხედვით მოგეხსენებათ, რომ ბაკალავრიატის ვადა გახლავთ 4 წლიანი, ხოლო 2 წლიანი გახლავთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები. ახალი მოდელის მიხედვით, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, თქვენ თუ სტატისტიკას ნახავთ, რომ 4 წლიანიდან 3 წლიანზე გადასვლის ტრენდი და ტენდენცია დღეს ევროკავშირი ძალიან ბევრ წამყვან ქვეყანას გააჩნია. რაც შეეხება 1+1 მოდელს, აქ იგულისხმება 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის ნაცვლად, 1 წლიანი სამაგისტრო პროგრამებამდე დაყვანა, შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით 1 წლის თავზე, მაგრამ მათ ვისაც აქვთ სურვილი რომ გააგრძელონ კვლევებისა და მეცნიერების მიმართულებით, ანუ მესამე საგანმანათლებლო საფეხურზე დოქტორანტურაში, ბოლონიის პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ ექნებათ საშუალება დაიმატონ კიდევ 1 წელი, შეკრან ეგრეთ წოდებული 300 ევროპის კრედიტის პრინციპი, 300 კრედიტთან მიმართებაში, რაც საფუძველს შექმნის, რომ სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელონ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მაგალითად ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. ეს გულისხმობს 1+1 მოდელს. და ბოლო ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურია. თქვენ იცით, რომ რამდენიმე წლის წინ სამინისტრომ დააყენა ონლაინ უნივერსიტეტის შექმნის კონცეფცია, რომელსაც მე ძალიან გულშემატკივრობ, რა თქმა უნდა, როგორც ტექნოლოგიების სფეროში, სამართლებრივ რეგულაციებში მოღვაწე იურისტი, გეტყვით, რომ ამ მიმართულებით გვახლავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური და სამართლებრივი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ 2020 რეფორმებიდან გამომდინარე 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადებას შესაბამისი კონცეფციის წარმოდგენისა, პოლიტიკის დოკუმენტის წარმოდგენისა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აქ გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები, ტექნოლოგიური საკითხები, კიბერუსაფრთხოების საკითხები, ეთიკური საკითხები და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გახლავთ სტუდენტების განსაზღვრის ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ ონლაინ უნივერსიტეტს აქვს გარკვეული ტიპის საფრთხეები სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რეალური სტუდენტების შენარჩუნებასთან და ამ მიმართულებით გვინდა რომ უფრო მეტი დამუშავება შევძლოთ ამ ნაწილისა, ასე რომ ბოლო ცვლილება სწორედ ამ მიმართულებას ეხება. მადლობა. დიდი მადლობა ბატონი ლადო და ქალბატონი ეკა, შემდეგ ბატონი ლადო კახაძე და ქალბატონი თამარი. მადლობა ქალბატონ მარიამ. ასევე ძალიან გთხოვთ რომ დროში მაქსიმალურად შეზღუდულად ვიყოთ, ვინაიდან მე ბოდიშურთი კოლეგებს სხვა კომიტეტს უნდა წავიდე, თუმცა მინდა ვისარგებლო ბატონ ზვიადის ყოფნით. მადლობა ბატონ ზვიად წარმოდგენისთვის. ერთი საკითხის დაზუსტება მინდოდა, თქვენ ბრძანეთ რომ ყველა ის საგრანტო სისტემა, რომელიც უკვე დაფინანსებულია, სრულად გააგრძელებს, ხო? არც ეს სტუდენტს ვიც ახლა მოქმედია, რომელ კურსეც არ უნდა იყოს, რამდენი პროცენტიანი გრანტიც არ უნდა კონდეს, გაგრძელდება შესაბამისი დაფინანსება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი საკითხი, რომელზეც დაზუსტება მინდა თქვენთანაც და თუ არ ვცდები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც გვესწრება, თქვენ იცით, რომ თავდაცვის კოდექსში იყო შესაბამისი მუხლი, რომელიც აძლევდა საშუალებას თავდაცვის სამინისტროს დაეფინანსებინა 1 წელი ნებისმიერ საფეხურზე სწავლება იმ ახალგაზრდებისთვის, იმ წევანდელებისთვის, ვის დათანხმდებოდნენ 11 თვიან კონტრაქტს საჯარო სამხედრო სამსახურისას. ამ მოდელით, რომელიც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პირობა, რომელიც გაცა თავდაცვის სამინისტრო და თუ სწორად მახსოვს რიცხვი 151 წევანდელზეა საუბარი, ვინც გადის ახლა სამხედრო სამსახურს და აქვს პირობა თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოდან, რომ მათ 1 წელი 2250 ლარი დაუფინანსდებათ იმავე პრინციპით, როგორც გრანტი გაიწევა წელიწადში 2-ჯერ სემესტრულად. ამის თავდაცვის ბიუჯეტიდან მე მგონია რა. თავდაცვის ბიუჯეტიდან იქნება, ალბათ თავდაცვის სამინისტრო თავის პოზიციას გვეტყვის, თუმცა ჩვენ თუ ამას არ გავითვალისწინებთ თავდაცვის სამინისტროს და მიცემულ პირობას, საფრთხე შეექმნება და თქვენ იცით, რომ პოპულარიზაციის ნაწილისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ახალგაზრდა
ახალგაზრდება უნდა იცოდნენ, რომ სამხედრო სამსახურთან ერთად გავლის შემთხვევაში მათ ექნებათ ეს ხარდაჭერა. მომავალში რა თქმა უნდა უკვე გასაგებია შემდეგი წლებიდან ყველას ეცოდინება, რომ მოხდება სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა და მადლობა ბატონო ვადო, მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეთ და ვფიქრობ აქაც ხაზგასმით უნდა იყოს, რომ თავდაცვის მიერ ასე ვთქვათ დანაპირები ალბათ თავდაცვის ბიუჯეტით უნდა მოხდეს. კომენტარი ხომ არა აქვს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს? თავდაცვის სამინისტრო ითანხმება გამოთქმულ პოზიციას და დიახ მნიშვნელოვანია რომ ეს გარდამავალ მუხლში 178 მუხლის დაემატოს. დიახ ფორმულირების ნაწილიც რომ გავიარო თუ შეიძლება ითანხმება სამინისტრო პოზიციას. დიახ კი ბატონო, სამინისტროს არაფერი საწინააღმდეგო ამ მიმართულებით არ აქვს, რადგან გვესმის საკითხის შინაარსიდან გამომდინარე და მისი მნიშვნელობაც გვესმის, მით უმეტეს თუ თავდაცვის სამინისტრო აპირებს ამ მიმართულებით დაფინანსებას, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. დიდი მადლობა, ქალბატონო ეკა. მოგესალმებით. მისასალმებელია, რომ ის კონცეფცია, რაც წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის მიერ უმაღლესი განათლების შესახებ, ახლა უკვე ხორცს შესხმას იწყებს საკანონმდებლო ინიციატივის სახით და მალე კანონად გარდაიქმნება. რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების სისტემას ჭირდება მნიშვნელოვანი გარდაქმნა და მე ვიტყოდი პირველ რიგში და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიფიქროთ არა ბაზრის მიმდინარე მოთხოვნებზე, ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ნომერ პირველ ამოცანად მიმაჩნია ბაზრის პროგნოზირებადი მოთხოვნების გათვლა. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღესდღეობით ჩვენ უკვე ვაწყდებით სხვა სპეციალობების დეფიციტს, რომელიც თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული განათლების უმაღლესი განათლების სისტემის მიერ და დღეს მთელი რიგი ბიზნესები, მთელი რიგი დარგები განიცდიან სპეციალისტების მწვავე უკმარისობას და იმ მსგავსი ტიპის გამოწვევის წინაშე მომავალშიც რომ არ აღმოჩნდეს საქართველოს ასე ვთქვათ შრომის ბაზარი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია ბაზრის პროგნოზირებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა შესაბამისი ტექნოლოგიები ბაზრის ესეთი ტიპის კვლევების შესახებ არსებობს, მათ შორის გლობალური ტენდენციების გათვალისწინება და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამ მიმართულებას და ესეც თუ სადმე იქნება კანონპროექტში ასახულია ეს მოთხოვნა და ეს საჭიროება, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ საკანონმდებლო დონეზე იყოს დაფიქსირებული ეს მიდგომა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო და საზოგადოება მოისმინოს პასუხი, გუშინ და დღეს მთელი გუშინდელი დღე და დღეს ძირითადად ვრცელდება ინფორმაციები, რა თქმა უნდა მანიპულაციური ინფორმაციები, რაც მდგომარეობს მისაღები გამოცდების დროს, უბრალოდ როდესაც სტუდენტი ავსებს განაცხადს უნივერსიტეტების არჩევასთან დაკავშირებით, თქვენი ნათქვამის არასწორად ინტერპრეტირების გამო წარმოიშვა ესეთი ძალიან დიდი აჟიოტაჟის გამომწვევი მითი, რომ სტუდენტს მხოლოდ ერთი ფაკულტეტის არჩევა შეიძლება ეს კიდევ დამატებით განმარტოთ, რა თქმა უნდა, აქ თალსახად არ არის ესეთი მიდგომა, მაგრამ კიდევ ერთხელ საზოგადოების დასამშვიდებლად განმარტოთ უმაღლესი განათლების რეფორმის ეს მომენტი. და ერთი კითხვა თქვენ აღნიშნეთ, რომ ახლა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა გადის 3+1+1 სისტემაზე. და გასაგებია ეს მიდგომა, რასაც გულისხმობს, თუ ადამიანს არ აქვს განზრახული, რომ თქვა სამეცნიერო მუშაობას მიიღოს ხელი და ამ მიმართულებით წარმართოს თავის კარიერა, მისთვის საკმარისი იქნება მაგისტრატურის 1 წელი. მაგრამ თუ არის გათვალისწინებული პროგრამების მიხედვით, მაგალითად დაამთავრა ადამიანმა 3-წლიანი ბაკალავრიატი, 1-წლიანი მაგისტრატურა და რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ 5-10 წლის შემდეგ გადაწყვეტა, რომ უნდა მეცნიერებაში დაბრუნება. თუ არის ამის საშუალებას, თუ იძლევა თუ იძლევა ამის საშუალებას და კიდევ თქვენ კანონპროექტში წარმოადგინეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ. თუ შეიძლება ამის შესახებ ცოტა უფრო ვრცელი განმარტება რომ მოგცეთ, რას გულისხმობს შემოთავაზებული კანონპროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ, რომ ამ მიმართულებით არის კანონპროექტი და უბრალოდ თქვენს გამოსვლაში ამის შესახებ არაფერი არ გიხსენებიათ.
დანარჩენი კითხვები კიდევ მაქვს, მაგრამ სესიაზე ხო დავსვავ იქიდან გამომდინარე, რომ მალე უნდა დაიწყოს პლენარული სესია. დიდი მადლობა ბატონი ლადო კახაძე, შემდგომ მე მიჩვენია აქ დავსვა შეკითხვები ვიდრე პლენარულ თემაზე, იმიტომ რომ ეს სამუშაო ვითარებაში უფრო კარგი არის მსმენელის და მაყურებლისთვის, აი ჩვენც გულშემატკივრებს ყველა ერთად. ეხლა რამოდენიმე რამ პირველი, მე გუშინ დიდხანს ვაზუსტებდი ბევრ მონაცემებს და ზოგიერთ ციფრებს დავასახელებ. საქართველოში დღეს რეალურად არის 187,000 სტუდენტი, რომელსაც ემსახურება 11,500 პედაგოგი, მასწავლებელი, პროფესორი, ორად გავყოფ ამ ნაწილს. ამ 187,000 სტუდენტიდან დღეს არსებული კვოტირებით, ანუ ჩაბარების შესაბამისად გამოპოებული გრანტის თანხლება 100-იანი, 70-იანი, 50-იანი, 30-იანი სარგებლობს მხოლოდ 22,400. დანარჩენი 168,000-მდე, 165-დან 168,000-მდე ციფრი მერხეობს, არის იხდის გადასახადს თანადაფინანსების სახით. ეხლა მინდა ასეთი რამე თქვა, აქაც გაყოფილია. კერძო 19 სახელმწიფო და 44 კერძო უმაღლესი სასწავლებელი. სახელმწიფოში სწავლობს 132,000 და კერძოში სადღაც 31-40,000-მდე აი ასეთ ციფრებს მაჩვენებს მონაცემთა ბაზა. ეხლა მინდა შეკითხვა დავსვა. ჩვენ ვაკეთებთ ასეთ რამეს. უმაღლესი სახელმწიფო სექტორზე, ანუ ჩვენი სახელმწიფო დასაბუთების ქვეშ ყოფი უმაღლესი იქნება უფასო. ეხლა მინდა რომ ყველა ისინი ვაჭრობები და ისინი ამასთან ახლავს. ამიტომ მინდა ყველაფერი გავაღიაო ჩვენ ღია საზოგადოებად. დაახლოებით რა მოცულობა თანხა დაუჯდება სახელმწიფოს ამ გადასვლა. ანუ ეს უზრუნველყოფა დიდებული ნაწილი სახელმწიფო ფიქრობს სტრატეგიაზე, თავისი აღსაზრდელების, ცოდნის მიცემაზე, მაღალ კვალიფიკაციაზე, ისეთზე, რომელიც სოფლიოს ყველა ქვეყანაში სადაც უნდა მივიდეს, იქნება მიისაღები მისი ცოდნა. ეს არის პირველი, რა დაждდება. მეორე უნდა განმარტოთ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროცესი ძალაში შევა, მაშინ ის თანადაფინანსების, ანუ საკუთრივ გადასახადი მოიმატებს თუ არა. ეს უნდა ვიცოდეთ, იბა, ჩვენ ვემზადებით ამისათვის, ეს არ არის ფორსირებული საკითხი. დავიწყეთ თემა და ვიცით დღეს არსებული რეალობა ჩაამთავრებს ამას როგორც არის, მაგრამ ახალი მოდელი რამდენი ხდება, იმიტომ რომ კერძოებმა უნდა იჩინონ თავი, არა მარტო უცხოელი სტუდენტების, არამედ იმ გადასახადების და ეს როგორ აისახება. შემდეგი ნაწილი არის ძალიან საინტერესო თემა. მე მაგისტრატურას სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი მხარში დგომით, მაგრამ სამედიცინო ინსტიტუტს უმაღლეს ავიღებ ეხლა მე, სადაც ჩვენ გვჭირდება აქ მოდელის შესვლა რეზიდენტურასთან დაკავშირებით. რეზიდენტურა დღეს არის ფასიანი და საკმაოდ მაღალი გადასახადია ამ რეზიდენტურის. იქნება ასე გავაკეთოთ. თუ ამას ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ დაფინანსებას, რეზიდენტურაში დასაქმებული ადამიანებს ხელფასი დაენიშნოთ. და ისიდან თვითონ მოახერხებენ ამ თანხის გადახდას თავისი სასწავლო პროგრამის უზრუნველყოფის. ეს კარგი ნაბიჯი იქნება და მისასალმები იქნება აუცილებლად. და ერთი ეხა ჩანაწერი განმარტებით ბარათში, რაც იყო, მინდა ამისი ჩვენეული განმარტება. უყურეთ, მე სიტყვით წავიკითხავ. 23 მუხლის გათვალისწინებულ იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში აღნიშნულია, მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ხო არ ვინმე არის სარგებლოს ამითი. აი ჩამკეტი რა იქნება აქ, რომ ეს კეთილშობილი, ძალიან კარგი ნაბიჯი არ გახდეს мотивация, რომ რაღაცას ავწდეთ სწორ გზას. დიდი მადლობა. დანარჩენები თორმეშვიდე. დიდი მადლობა, ქალბატონ თამარ. მოგესალმებით, მადლობა. პირდაპირ შეკითხვებზე გადავალ, რადგან დროში ვარ შეზღუდულები. პირველ რიგში, რატომ ვიღებთ ესეთი მნიშვნელობის კანონს დაჩქარებული წესით? ამაზე მაინტერესებს. და სად არის ის საჯარო განხილვები, რომელიც კანონპროექტის შემთხვევაში ამის თამდები პროცესი არის ყოველთვის. რომელ კვლევას ეფუძნება ეს რეფორმა? გთხოვთ მიმითითოთ, ან დაუშვათ მომაწოდოთ ეს კვლევა, ან კვლევები. ასევე მაინტერესებს, რა ბედი ეწევა სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს, რომელთა რაოდენობა 125,000-მდე არის დღესდღეობით. მაგალითად 2026 წელს თუ სამინისტრო განუსაზღვროს თქვენი ახალი მიდგომით
800 ადგილს ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და მოხდება სტუდენტების ჩარიცხვა ამ 800 ადგილზე. შემდეგ თუ ისე მოხდება, რომ ამ სტუდენტების რაოდენობიდან რაღაც რაოდენობას შეუჩერდება სტატუსი. როგორ ხდება, შესაძლებელი იქნება, რომ მობილობით შეავსოს გამოკლებული ეს სტუდენტების ადგილები უნივერსიტეტმა, როგორ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება, ეს პროცესი მაინტერესებს. ასევე აბიტურიენტების შემთხვევაში წელს, როდესაც გაირკვევა, იმიტომ რომ ბევრი დეტალი კიდევ არ ვიცით და კიდევ როგორც ჩანს თქვენ დამუშავების პროცესში გაქვთ ეს ყველაფერი, როგორ მოხდება, დაუშვათ თებერვალში თუ შეიტყობენ ეს ადამიანები, როგორ მოახდენენ ადაპტირებას ამ პროცესში, იმიტომ რომ 2026 წელსაც ასრულებს შესაბამისი მე-12 კლასი. სკოლებს. ასევე განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. რატომ არ ხდება ავტორიზაციის სტანდარტებით უნივერსიტეტების დავალდებულება, რომ კონტინგენტის განსაზღვრის მეთოდოლოგიაში გაითვალისწინოს შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეული ანალიზი და მათი ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების სრულად რღვევის გარეშე ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში მოხდეს განსაზღვრა სტუდენტთა კონტინგენტისა და განსახორციელებელი პროგრამების. ასევე მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან სტუდენტთა რაოდენობის შეუსაბამობა სახელდება მიზეზად, ნორმაში არსად არის მითითებული, რომ მთავრობა განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსა და სტუდენტების რაოდენობას უნივერსიტეტებს სწორედ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე დაუდგენს. არამედ აღნიშნული დატოვებულია მთავრობის აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებად და გადაწყვეტილებაც. რაც დამატებით ქმნის დაუსაბუთებელი კონტროლის ბენეფიტებს თქვენი მხრიდან. ასევე შემდეგი შეკითხვა. დაასახელეთ აქამდე ჩატარებული შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეული ანალიზი და კვლევა, რომელიც შეიძლება დაედოს საფუძვლად მთავრობის მიერ, უნივერსიტეტების მიერ განსახორციელებელ პროგრამებთან და სტუდენტთა რაოდენობასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას. ვინ შეიმუშავებს კვლევის მეთოდოლოგიასა და ვინ ჩაატარებს ამ კვლევებს, ასეთი კვლევა არ არსებობს დღეს მდგომარეობით, როგორც იცის. დიახ. თუ არსებობს მიმითითეთ და მაშინ როგორ და რის საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობა, როდესაც კანონი ამოქმედდება გამოქვეყნების თანავე. და ეს გვიწერია. ასევე მნიშვნელოვანი არის თქვენი პასუხი, რა იქნება, როგორ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციის 27 მუხლთან ეს კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. კი ბატონო, და ერთსაც დავსვა, ბევრი შეკითხვაა ძალიან, იმიტომ რომ რაღაც წირი ინფორმაცია იყო ჩვენთვის. სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მიმართულებით. როგორ მოხდება სოცდაუცველი სტუდენტების მიმართულებით, რა გადაწყვეტილება იქნება და როგორ არის ასახული ამ რეფორმაში? მადლობა. დიდი მადლობა ბატონი გიორგი, ბატონი იმედა და შემდგომ უკვე უპასუხოთ. მოგესალმებით ბატონ ზვიად, კოლეგებო, მივესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ის პაკეტი ცვლილებების, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ, არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად თქვა, რაც გულისხმობს უმაღლესი განათლების რეფორმას, სისტემურ რეფორმას, რაც ეფუძნება იმას, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს უმაღლესი განათლება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს ხარისხიან განათლებაზე წვდომა, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული სიკეთე. აქედან გამომდინარე, მე მხოლოდ მივესალმები ამ ცვლილებებს, როგორც ვხედავ, ეს არის ამ რეფორმის პირველი პაკეტი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში თითოეული ცვლილება 7-ვე მიმართულებით, რაც არის კონცეფციაში მოცემული, ველოდებით, რომ ამ კუთხით თქვენი მხრიდან იქნება ინიცირებული და მზად ვართ განხილვებისთვის, მზად ვართ ჩართულობისთვის. ქართული ოცნება არის
ერთადერთი ხელისუფლება, რაც უკვე დასტურდება, რომელიც უმაღლეს განათლებას ხდის უფასოს, რაც არის ისტორიული ამბავი, ფაქტობრივად ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოშიც ძალიან რთულია იპოვო ისეთი ქვეყნები, სადაც დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით აღნიშნული სერვისები არის უფასო სრულად. ჩვენ არაერთი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც არჩეულ წევრებს პარლამენტის გვაქვს უფლებამოსილება და ვალდებულებაც კი რომ საზოგადოებასთან გქონდეს აქტიური კომუნიკაცია, ასე რომ მე პირადად ჩვენს კოლეგებთან ერთად ვაპირებ თემატურ შეხვედრებს, მათ შორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, მათ შორის სტუდენტებთან, რადგანაც აქტიური კომუნიკაცია ამ მხრივ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის. მე სანამ რამდენიმე სხვა საკითხზე გადავალ, მინდა რომ შემოგთავაზოთ ასეთი ცვლილება, რაც წარმოდგენილი არის უმაღლესი განათლების შესახებ კანონის პროექტის მესამე მუხლში, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება უკვე 2025 წლის 1 სექტემბრიდან, ვინც არის ჩარიცხული აღნიშნულ სტუდენტებთან დაკავშირებითაც მოხდეს გავრცელება ამ კრედიტების გადანაწილების, რაც იქნება მნიშვნელოვანი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაც კონცეფციის დოკუმენტში არის და რომელიც არის ამ პაკეტშიც შემოსული, 3+1+1 მოდელი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველა ის საგანი, ყველა ის პროგრამა, რომელიც არის აუცილებელი სტუდენტისთვის, რომ დაასრულოს ბაკალავრიატის 3 წლის განმავლობაში, არის აბსოლუტურად შესაძლებელი, რომ დაძლიოს და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც დააპირებს დოქტორანტურაზე ჩაბარებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ვალდებულება, როგორც არის მოცემული ამ პაკეტში, რომ მაგისტრატურის მეორე წელი გაიაროს. სხვა შემთხვევაში საკმარისი იქნება მაგისტრატურის 1 წელი, ასე რომ თხოვნა მაქვს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით მესამე მუხლი რაც არის გავრცელდეს უკვე 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზეც, რაც უკვე ვინც 1 სემესტრი დახურა, ეხლა ვინც არის 1 სემესტრში, ამ ადამიანებზეც, ამ სტუდენტებზეც გავრცელდება. ასევე ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ რეფორმის ფარგლებში ყურადღება დაეთმოს სახელმწიფო სტიპენდიებს, რაც წლების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა დღესდღეობით არის 300 ლარი 2026 წლის ბიუჯეტის განხილვის ნაწილში ეს იმდენად განსახილველი არ არის, რამდენადაც არის სამსჯელო უშუალოდ უმაღლესი განათლების რეფორმის კუთხით, ასე რომ გთხოვთ, რომ კანონი რის საშუალებასაც მოგცემს, რომ იყოს სახელმწიფო სტიპენდია გათვალისწინებული, თან როდესაც ვცვლით დაფინანსების მოდელს და გადავდივართ უფასო უმაღლეს განათლებაზე, კარგი იქნება, რომ სახელმწიფო სტიპენდიების ნაწილში მიეთითოს ეს საკითხი და სტუდენტური ორგანიზაციები, რომლებიც არიან უნივერსიტეტებში წარმოდგენილი ამ კუთხითაც, რომ მოხდეს ამ სისტემის რეგულირება, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არის მოცემული სტუდენტური თვითმმართველობების შესახებ, თუმცა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება, თუ კი გათვალისწინებული იქნება მათი როგორც სავალდებულო წარმომადგენლობითი ორგანოს როლი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში, ისევე როგორც სტუდენტურ კლუბებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მზად ვართ განხილვებისთვის და მადლობას გიხდით წარმოდგენილი ცვლილებებისთვის. ბატონი იმედა და ქალბატონი ლიკა და შემდგომ უკვე პასუხები. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო ზვიად. რეფორმის მნიშვნელობაზე ჩემმა კოლეგებმა საკმარისად ისაუბრა და შესაბამისად პირდაპირ დროის სიმცირის გამო კითხვებზე გადავალ. მოგეხსენებათ მეცნიერებაში საბოლოო ჯამში სტატისტიკა ამას ამბობს და ისტორია ამას ამბობს, რომ მეცნიერებაში მიდის ის ხალხი, რომლის ოჯახებსაც სოციალურ-ეკონომიურად ძალიან არ ურხინს. შესაბამისად, თუ შეგიძლიათ ეს ციკლი რომ აღწეროთ, იმიტომ ამ რეფორმის მთავარი მონაპოვარი არის უფასო სწავლება და შესაბამისად როგორ შეიძლება დოქტორანტურაში მოხდეს ამ სოციალურად შეჭირებული ოჯახის შვილი ბაკალავრიატის საფეხურის გავლით, ბუნებრივია მაგისტრატურის გაგრძელებული და დოქტორანტური დასრულებული, რაიმე გზად, რაიმე ტიპის შეზღუდვა ხო არ არსებობს და ეს პროცესი და ეს ციკლი მთლიანად არის თუ არა უფასო. აი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხვალდაზე დიდი მეცნიერების რანგში მოგვევლინებიან, პირველი კითხვა ეს და ეს საზოგადოებას რო განუმარტოთ, ასევე საინტერესო არის სამაგისტრო კიდევ ერთხელ საზოგადოებას განუმარტოთ, სამაგისტრო პროგრამა 1+1 ახალი პროგრამა, რომელიც რეფორმითად არის დაანონსებული, შეეხება თუ არა უკვე ბაკალავრიატის საფეხურზე
ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც პირობითად პირველ კურსზე არიან წელს, მეორე კურსზე არიან და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი საკითხი, მსჯელობს თუ არა განათლების სამინისტრო, როგორც მოგვიხსენება დღეს მდგომარეობით საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად ირიცხებიან სამაგისტრო პროგრამაზე ბაკალავრიატიდან სტუდენტები და მსჯელობს თუ არა განათლების სამინისტრო, რომ თქვათ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა პირდაპირ ჩაირიცხონ სამაგისტრო საფეხურზე ყოველგვარი თქვათ ამ საგამოცდო ფორმატის გავლის გარეშე. იმიტომ მოიხსენებათ იქ არის დაახლოებით უნარების გამოცდები არის დღეს გქონდა კოლეგებთან საუბარი რომ წაკითხulis გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და ამის გამოცდების გავლით ხვდებიან სამაგისტრო პროგრამაზე და ყოველგვარი აი საგამოცდო ასე ვთქვათ ტესტის გარეშე რომ მოხდნენ სამაგისტრო საფეხურზე. დიდი მადლობა. მოგესალმებით, პირველ რიგში უღმეს მადლობას გადაგიხდით მოხსენებისთვის. თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბევრი უნივერსიტეტები გადადის 3+1 სისტემაზე, თუმცა მაინტერესებს, რატომ გახდა ჩვენთან ამ კონკრეტულ პერიოდში ამ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა, ანუ არსებობდა თუ არა რამე გამოწვევები და ასევე მაინტერესებს, როგორი მონიტორინგის სისტემა იქნება უშუალოდ ამ სისტემისთვის, ანუ 3+1 სისტემისთვის, რათა სრულად გაკონტროლდეს სწავლის დონე სტუდენტებისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გთხოვთ თუ პასუხოთ ბატონზე. იმედია ყველას მოიცავ. კი ბატონო, ვეცდები ყველანაირად. ქალბატონი ეკა შეკითხვიდან დავიწყებთ, რომელიც პრინციპში ქალბატონას შეკითხვაშიც იყო, შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით და ეს კვლევა ფიზიკურად სად არის. საქმე ის გახლავთ, რომ ფიქრობთ, რომ მომავალი კვირისთვის უკვე კვლევის ბოლო შედეგები მზად გვექნება და შესაბამისად შევძლებთ, რომ გაგიზიაროთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე წელია მუშაობს და ეს კვლევა არ არის ახლა დაწყებული. ერთადერთი რაზეც მას შემდეგ რაც რეფორმიდან გამომდინარე ჩვენ ჩავერთეთ, ჩვენი თხოვნა იყო განათლების სამინისტროსი, რომ განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსი, რომ ერთი ყოფილიყო ქალბატონმა მარიამაც დასვა გუშინ საჯარო სექტორის კვლევასთან დაკავშირებით, ანუ არ ყოფილიყო მხოლოდ ბიზნეს სექტორის, ანუ კერძო სექტორის კვლევა, ყოფილიყო საჯარო სექტორის, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, ერთი და მეორე, რაც მე ვთხოვე, როგორც ამ სამუშაო ჯგუფის წევრმა და თანახმწვანელმა ბატონ ვახტანგ ცინცაძესთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეზეა საუბარი, იყო ის, რომ უნდა მოვახდინოთ კონვერტაცია არსებული კვლევის პროფესიებისა სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე თქვა სასწავლო პროგრამიდან კვალიფიკაცია იყოს ერთი ან პირიქით განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ეხლა ეს პროცესი მიდის, რომ ჩვენთვის გასაგებ ენაზე იყოს, ასე ვთქვათ, გადმოკონვერტირებული მიმართულებების ნაწილი და რა თქმა უნდა, ამას პირობას გაძლევთ, რომ გვექნება თუ არა საბოლოო სახე შეჯერებული, აუცილებლად მოგაწვდით თავისთავად. რაც შეეხება გუშინდელ საკითხს, ქალბატონო ეკა, მე მგონი წაკითხulis გააზრებასთან დაკავშირებით პრობლემა ბევრგან გვაქვს. სამწუხარო იყო ის, რომ კომიტეტს ესწრებოდა ძალიან ბევრი პარლამენტის წევრი, მათ შორის ესწრებოდნენ ჟურნალისტებიც, როგორც მახსოვს. პასუხი იყო ამოჭრილად გაკეთებული და შეკითხვას არავინ არ მოусმინა რა შეკითხვასთან და ამიტომ განმარტავ იმის კიდევ ერთხელ დაახლოებით დღეს მე 5 ჯერ განმარტე, მაგრამ განმარტავ კიდევ ერთხელ არ მეზარება. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რას გულისხმობს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. ჩემი პასუხი იყო მაგალითად მოყვანილი, როგორც სტუდენტებს უხსნი ხოლმე, იყო ესეთი მაგალითი მოყვანილი, რომ მაგალითად თბილისში არსებობს 5 სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იმეორებს ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამას, მაგალითად სამართალს ან ეკონომიკას. ანუ გვაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის დღეს არსებული მოდელი სტუდენტს აძლევს საშუალებას მოხაზოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი, მეორე მოხაზოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მესამე მოხაზოს ილია უნი, მეოთხე მოხაზოს სოხუმი. აი ეს თქვი და შემდეგ უთხარი, დღეს არსებული მოდელიდან განსხვავებით, ახალი რეფორმის მოდელი ამის საშუალებას შეზღუდავს, რადგან მოხდება 4-5 სამართლის ან ეკონომიკის სკოლის სინთეზი ერთ სკოლად. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი, რომ სხვა პროგრამებზე იზღუდება, აი ეს გაითვალისწინეს ისე, რომ თითქოს კანონში გვაქვს რაღაცა
ცვლილებები შეტანილი და ეს პაკეტი მოგეხსენებათ აგერ კიდევ წინ და საერთოდ გულისხმობდა მსგავს რამეს, მაგალითად იყო მოყვანილი, რომ ნათლად დაგვენახა რატომ არის ლოგიკური და რატომ არის მნიშვნელოვანი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი. შესაბამისად, განმარტებას ვაკეთებთ კიდევ ერთხელ, რომ ეს გულისხმობს, რომ მას შეიძლება შემოხაზოს თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთი კონკრეტული პროფესია და ამის შემდეგ მას შეიძლება სხვა კონკრეტული საგანმანათლებლო მიმართულებები მიუთითოს ან იგივე საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც კერძო უნივერსიტეტებს გააჩნიათ. მაგალითად, შეიძლება სტუდენტ შემოხაზოს პირველი, თქვათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, მეორე შემოხაზოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაღაც სხვა მიმართულება, მესამე შემოხაზოს კავკასიის ან რომელიღაც სხვა უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი იგივე, შემოხაზოს ქუთაისის, შემოხაზოს ბათუმის და ასე შემდეგ. რა არის ამაში გაურკვეველი, კარგად ვერ გავიგერ ვარ დაგიმალოთ. იმიტომ რომ თავდაპირველად ეს რომ მითხრეს, რომ მსგავსი ტიპის შეკითხვა და ის კარგად ვერ გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ერთი ეს არ ყოფილა ჩემს ძირითად მოხსენებაში, საკანონმდებლო ნაწილში, ეს იყო მხოლოდ დამატებით განმარტებით ნაწილში, როცა მთხოვეს ამეხსნა მაგალითის დონეზე, რას გულისხმობდა და რატომ იყო ლოგიკა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი კონცეფციაში ჩადებული. ეს იყო და ეს. საუკითხავი კანონების თავისებურად ინტერპრეტირება მათი ძლიერი მხარეა. კი ბატონო. შემდეგი ბატონი ლადო ძალიან საინტერესო შეკითხვები ბატონ ლადო. მოვერიდები კონკრეტული ციფრების პროგნოზირებას და გეტყვით რატომ არ ვართ მზად თქვენ იცით რომ ამ ცვლილებების მიხედვით, ანუ რეფორმა მოიცავს გარკვეული ტიპის საფეხურების გავლას. პირველი საფეხური გახლდათ კონცეფციის ნაწილი და საჯარო განხილვაში ჩვენ გულისხმობთ კონცეფციის საჯარო განხილვას, რომელიც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იყო ატვირთული და საჯაროდ ამაზე დისკუსია სულ მიმდინარეობდა. კონცეფცია უკვე არის დამტკიცებული, რამაც იურიდიული საფუძველი შექმნა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტებში ცვლილებები დაგვეწყო. შესაბამისად, ჩვენ წარმოგიდგინეთ მხოლოდ პირველი პაკეტი, იცით თქვენ რომ რეფორმა გულისხმობს 7 გამოწვევას და 7 დაძლევის გზას, რომელიც ზოგიერთი არის სასწრაფოდ გასაკეთებელი საკითხი და ამას ეხება ეს ცვლილებები, ნაწილი არის დროში გაწელილი, მათ შორის ინფრასტრუქტურული ნაწილი ხვდებით რამხელა ამოცანების დაძლევაზეა ლაპარაკი და აქედან გამომდინარე ამას სჭირდება დრო, რესურსები და შესაბამისად დროში განაწილება. ამიტომ პირველი პაკეტი მხოლოდ ამ ცვლილებებს შეიცავდა, რომელზეც თქვენ კითხვაზეც რომ უპასუხო, იმის გამო რომ დროში რატომ გახდა ასეთი დაჩქარებული წესით, იმიტომ რომ სტუდენტები არ შეფერხდნენ იგივე ანკეტა კითხვარების შევსების ნაწილში და იმ ტექნიკურ ნაწილებში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით გარკვეულ დროებში არის ჩაკეტილი და შეზღუდული. რა თქმა უნდა, ჩვენ რესურსიც გვაქვს ამ ნაწილში მაქსიმალურ შესაძლებლობას მივცემთ სტუდენტებს, რომ არნაირი ბარიერი ტექნიკური დამატებით არ შეექმნათ, თუ საჭირო გახდა შესაძლებელია რომ იგივე ვადების გარკვეული ტიპის კორექტირება მოახდინოთ, რაც კანონმდებლობის ჩარჩოებშია, რა თქმა უნდა და შესაძლებლობა გვექნება. ამიტომ ამ ნაწილზე ვფიქრობთ, რომ პირველი პაკეტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ამ მიმართულებით დაჩქარებული უბრალოდ ამიტომ გვინდა და არა იმიტომ, რომ რაღაცა საოცრებებს ვცვლით ამ ნაწილში. ეს მეორე საკითხი, რაც შეეხება ბატონო კვოტირებებთან დაკავშირებით და მედიცინის მიმართულებასთან დაკავშირებით. თავარი საკითხი ფინანსებთან დაკავშირებით, რაც განმარტებით ბარათში ღია დავტოვეთ, არის არა იმის გამო, რომ ციფრებს ვერ ვთვლით, არამედ იმის გამო, რომ ჯერ არ გვაქვს ამ ცვლილებებიდან გამომდინარე მთავრობაზე დელეგირება გვჭირდება, იმისათვის, რომ მთავრობას გაუჩნდეს ლეგიტიმური საფუძველი, მოახდინოს არა მარტო რაოდენობების განსაზღვრა, ანუ ეს ციფრი ხო რაოდენობებიდან გამომდინარე არის კიდევ ინფრასტრუქტურული ხარჯები, მაგრამ არის სწავლასწავლების პროცესში გასაწევი ხარჯები, ხო? ანუ ციფრებთან დაკავშირებით გვჭირდება დაზუსტება, საიდანაც შემდეგ და ასევე გეტყვით, რომ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება გვაქვს, რომ დამატებით ბიუჯეტშიც არის ეს ასახული, დაახლოებით 20 მილიონის ფარგლებში კორექტირებას მოვახდენთ საჭიროების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ კვოტირება ვთქვათ მოგცემს უფრო მეტი სტუდენტების მიღების აუცილებლობას და ასე შემდეგ, ასე რომ ამ ნაწილში არ ამგონია, რომ რაიმე ტიპის შეფერხებები ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გქონდეს, დანარჩენს უბრალოდ თავს ავარიდებ და მოვერიდებით, იმიტომ რომ უბრალოდ არ გვაქვს ამ ეტაპისთვის ამ ლოგიკიდან გამომდინარე შესაბამისი პასუხები. კვლევებისთან დაკავშირებით მე მგონი ვთქვი რომ ამ ეტაპისთვის კვლევა იმიტომ არ გვაქვს რომ ველოდებით ეკონომიკის სამინისტროდან შრომის ბაზარზე ორიენტირებული, რაც შეეხება სხვა კვლევებს, მოგეხსენებათ რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი არსებობს, რომლებიც მუდმივ ამ კვლევის პროცესშია ჩართული 5-ვე კომპონენტთან მიმართებაში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არა მარტო სამინისტროს კვლევებს ეფუძნება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაწილიც არის. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური
პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო რამდენიმე პარამეტრში, შესაბამისად ჩვენ სამინისტრო წარმოადგენთ მხოლოდ მის აღმასრულებელ ორგანოს, აქედან გამომდინარე ამ ნაწილში მივყვებით იმ პარამეტრებს, რაც მთავრობის მიერ არის კონცეფციაში გაჟღერებული და აქედან გამომდინარეა ეს ცვლილებები შემოტანილი. რაც შეეხება შეჩერებულთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში სხვათა შორის კანონმდებლობაში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, გულისხმობთ შეჩერებული სტატუსების შევსების ნაწილს და შემდეგ შეჩერებული სტატუსის აღდგენის ნაწილს, რომელიც კვოტას არღვევს. ამ ნაწილზეც ვფიქრობთ, რომ გარკვეული ტიპის ცვლილებები გვექნება, სადაც მაქსიმალურად ობიექტურ და სამართლიან პრინციპს გავითვალისწინებთ, რომ არ აღმოჩნდეს სტუდენტების კვოტების გადამეტება უნივერსიტეტების მხრიდან, ანუ თუ განსაზღვრულია კვოტირება 3000 და შეჩერებული ნაწილი ვთქვათ 400 კაცი შევივსეთ და მე ეს 400 დაგვემატა, გამოდის რომ მომავალ წლამდე 400-ით გადამეტება აქვს, ანუ ამ ნაწილშიც კორექტირებას ვფიქრობთ ეს უცხოელ კვოტირებასაც შეეხებათ. რაც შეეხება ბალანსს, თქვენ რაც იკითხეთ ამ უცხოელების დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ციფრები გაჟღერებულია და ვიცით, რა თქმა უნდა, დანაკლისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ექნება, რადგან მას ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების შორის და ბატონო რადომ ეს შესანიშნავად იცის. ამ ნაწილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქვეყანა მზად არის და ხელისუფლება მზად არის, რომ გადაფარვა მოახდინოს დაფინანსება. ეს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, როდესაც ჩვენ გქონდა მასთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან შეხვედრა, რომ ამის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა მოახდენს და რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა ქვეყანას გააჩნია. რაც შეეხება უცხოური კვოტები, აქაც გვაკრიტიკებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გრანტებს უუქმებთ კერძო უნივერსიტეტებს და ტოვებთ სტუდენტებს დაფინანსების გარშე. გეტყვით ერთ რამეს, რომ აქ უნივერსიტეტებს დაფინანსების მოდელი არ შეუმცირდებათ, იმიტომ რომ უცხოური კვოტის ნაწილი, რომელიც 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ქართული კვოტა გადანაწილება მოხდება კერძო ნაწილზე და კერძო უნივერსიტეტებს ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავად ექნებათ ინტერესები ქართული პროგრამები განავითარონ, შეინარჩუნონ და ალტერნატივაც გახადონ. აი ეს შემოხაზვების ნაწილი, რაზეც გაგვაკრიტიკეს, სწორედ იმას გულისხმობს, რომ კერძო უნივერსიტეტის ანალოგიურ პროგრამებზე ოფცია, ანუ შესაძლებლობა ექნებათ, რომ დამატებით ისწავლონ, მაგრამ ეს იქნება რა თქმა უნდა ფასიანი, ძალიან იშვიათად მინახავს ქვეყნები, სადაც სახელმწიფო კერძო ბიზნესს აფინანსებდეს გარკვეული ტიპის ნაწილში. ამიტომ მაშინ სხვა ლოგიკა იყო პოლიტიკური და შესაბამისად ჩვენ ბაზრის კვლევების და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების გაძლიერების მიმართულებით წავიდეთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ავტომატურად აწევს კერძო უნივერსიტეტების ხარისხსაც, რადგან კონკურენციაში მოვლენ ძალიან მძლავრად მყოფ ფინანსურად უზრუნველყოფილ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. კიდევ სტუდენტებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არსებობს ასევე მცდარი მოსაზრება, თითქოს ჩვენ ამითი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ან გარკვეული ტიპის ბარიერებს უქმნით ნახავდით ეგრეთ წოდებული ექსპერტებისგან. დღეს ჟურნალისტთან განმარტე და აქაც მინდა ვთქვა, რომ საქართველოს სერიოზული პრობლემა გახლავთ ის, რომ განათლების ექსპერტის ცნება აქ ჩვენ კანონმდებლობაში გათვალისწინებული არ არის და ისეთი გამაოგნებელი სახელი და გვარის ექსპერტები მხვდება ბოლო თვეებში 25 წელია განათლების სისტემაში ვარ და უბრალოდ არ გამიგია. ამიტომ პატივისცემას ყველას მიმართ ვაფიქსირებ თუ თქვათ ეს შეურაცხყოფათ არ მინდა რომ გავიგოთ, მაგრამ ძალიან უხერხულია, როცა ზოგიერთს რომელსაც შეიძლება ორი წიგნი არ ქონდეს საკითხული, უცებ ყველა ექსპერტი ხდება, ამიტომ მათი ყველას მოსმენა აზრისა ძალიან რთულია, როდესაც სიღრმეებში არ იცნობს პრობლემას. ამიტომ რატო ვამბობ ამას, რატო ანუ იყო გაჟღერებული, რომ თითქოს ამითი ჩვენ რაიონებში და სოფლად, რომელიც ჩემი აზრით ძალიან შეურაცხყოფელია, ყოფ სტუდენტებს რაღაცა ტიპის ბარიერებს უქმნით. ამ დროს რეფორმის შინაარსი სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირიქით იყოს და თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ. 22 წლის პედაგოგიური გამოცდილება მაქვს უნივერსიტეტებში ყველა მიცის. იურისტების თაობა არ არის დარჩენილი, ჩემი სტუდენტი რო არ იყოს. სრული პასუხისგებლობით გეტყვით, მე ძალიან ხშირად ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებზე ვატარებ საჯარო ლექციებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებთან. ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მოტივირებული და ყველაზე მაგარი ბავშვები, ვინც კი მინახავს, სრული პასუხისგებლობით ვამბობ, არიან სწორედ სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. მე მყავს ნანახი ხულოში და მაშინ სტუდენტები, კი არა და აბიტურიენტები, გაოგნებული ვიყავი, წამოსვლა არ მინდოდა, იმდენად ბედნიერი ვიყავი, სრული პასუხისგებლობით ამბობთ. ამიტომ ამ ნაწილში სახელმწიფოს რასაც ევალება, ზოგადი განათლების რეფორმაში ეს ჩავწერეთ, მე-11 კლასი იქნება რეპეტიტორიუმის ნაწილი, სადაც ჩვენ უფასოდ სახელმწიფოს სახსრებით მოვამზადებთ ყველას მისაღები გამოცდებისთვის. დანარჩენი იქნება დამოკიდებული მათ შრომის მოყვარეობაზე და მათ ნიჭიერებაზე. გუში რაზეც გაგვაკრიტიკეს
მიიღეს, სწორედ იმას გულისხმობდა, რომ შემოხაზვების დროს ხარისხი იკარგება, როცა თქვენ მეოთხე, მეხუთე პარამეტრის უნივერსიტეტში ხვდებით, რაც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ წინა ბარიერები ვერ გადალახეთ. შესაბამისად, ეს იყო კონტექსტი და არა ის კონტექსტი, რომ ვიღაცას რაღაცა აუგრძალეთ. ამიტომ მე მგონი ამ ნაწილში ძალიან ნათელია. შემდეგ 3+, ბატონო. შემდეგ ერთიანი გამოსდების გარეშე ხაზებისა და ხო, ამ ნაწილზე არსებობს მოცემული კანონმდებლობა ბატონ ლადო, მისი გადახედვა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, აქ ხვდებით ვიზე არის ლაპარაკი, ხო? ანუ ჩვენთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ამ ნაწილში თუ კანონმდებლობა დარჩა, რა თქმა უნდა, მათაც გავრცელდება, თუ რაიმე ტიპის დამატებითი დათქმები არ იყო. ამ ეტაპისთვის მსგავსი ტიპის ცვლილებებს არ გეგმავთ, ამ ეტაპისთვის ჯერ მუშაობ თავარ კონცეფციურ პრინციპებზე. ბატონ გიორგის მინდა მადლობა გადაუხადო, მე მესმის თქვენი პოზიცია, ჩვენ ამ ცვლილებას მოვახდენთ და თუ პარლამენტი ამას გაიზიარებს მზად ვართ, კი ბატონო, ანუ საუბარია 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც გავრცელდეს ის უფასო სწავლების მოდელი და იგივე 3 წლიანი და იგივე 1 წლიანი მოდელები. კი ბატონო, ანუ ამ მიმართულებით ჩვენ შესაბამის ასახვას პოვებთ და შემდეგ უკვე განხილვების დროს ვნახოთ. სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებით ჩავინიშნეთ, ანუ საკანონმდებლო ცვლილება ამასთან დაკავშირებით ფინანსებს ეხება და რა თქმა უნდა მე ეხლა მზად არ ვარ იმისათვის რომ კონკრეტული პასუხი გაგცეთ როგორ შეიძლება 300-ლარიანი სტიპენდიების მატება მოვახდინოთ ბიუჯეტიდან გამომდინარე და კონსულტაციების შედეგად შემდეგ შემიძლია რომ დაგიბრუნდეთ და ზუსტი პასუხი ამასთან დაკავშირებით მოგახსენოთ. რაც შეეხებოდა მაგისტრატურასთან და ბარიერებთან დაკავშირებით უნდა გითხრათ რომ დღეს არსებული სტუდენტები ვინც ბაკალავრიატშია მათ შეეძლებათ ბაკალავრიატის ამ ძველი მოდელის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში ახალ მოდელზე ჩააბარონ, იმიტომ რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა იქნება უკვე სამაგისტრო საფეხურზე შესვლასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ ნაწილში არანაირი ბარიერი ამ მიმართულებით არ იგეგმება და ბოლო თუ სწორად მახსოვს თქვენი შეკითხვა იყო ევროკავშირის წევრ ქვეყნების 3+1-თან დაკავშირებით, რაც გულისხმობს რა გამოწვევები იყო რომ ამ მიმართულებით გადავსულიყავით. საქმე ის გახლავთ რომ თანამედროვე სოფლიოს განათლების მოდელი არ გახდა ძალიან დინამიური და ეს ყველა მიცის. ის გამოწვევები მე გუშინ კომიტეტზე ვთქვით, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ სოფლიოს ტოპ 10-ში ან 100-ში შემოვალ უნივერსიტეტებსაც აქვთ, რაც იგივე ჩვენ უნივერსიტეტებს გვაგოჩნია რეიტინგებიდან დაწყებული. ყველაზე მთავარი პრობლემა გახლავთ შრომის ბაზრის ადეკვატურობა. ანუ საქმე ის გახლავთ, რომ არსებული კლასიკური მოდელები ციფრულ ერაში ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს და ამას არ ვამბობთ ჩვენ, ამას ამბობს ჰარვარდიც, ოქსფორდიც ყველაზე მაღალი. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად დღეს არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში და მათ შორის სამწუხარო დოქტორანტურაშიც არის, უკვე აღარ პასუხობს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მოთხოვნებს. საქმე ის გახლავთ, რომ მაგალითად ChatGPT-ის მსგავსმა ტექნოლოგიამ შეიძლება დღეს სამაგისტრო ნაშრომი დაწეროს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩათვლით და გათვალისწინებით, რაც დღეს მოითხოვება. განსაკუთრებით ეს ეხება ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებას და ტყუილად იყვნენ დამშვიდებული ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით, აქაც სერიოზული გარღვევა აქვს ამ ტექნოლოგიას. ამიტომ ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გამოწვევა მთელ მსოფლიოში არის, რაც შეეხება 3+1 მოდელს და რატომ არის იგივე ევროკავშირში ეს ტრენდი, იმისათვის რომ ბაზარზე სწრაფად შევიდნენ, რადგან აკადემიური მომზადების დონე აღარ პასუხობს ტექნოლოგიურ გამოწვევებს. ამიტომ თვლიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდნენ პრაქტიკულ პროფესიაში, რაც საშუალებას მიცემს ადამიანს განვითარდეს, პლუს ამას თქვენ იცით რომ ახალი მოდელების მიხედვით დაახლოებით ყოველ 10 წელიწადში ადამიანს შეიძლება პროფესიის სვლა მოუწიოს ან გადამუშავება მოუწიოს იმ არსებული ცოდნისა, რაც აქვს და ეს ჩვენ ყველა ჩვენთაგანი ამით ვართ დაკავებული. ამიტომ ეს ნაწილი უდაოდ ცვლილებებს ითხოვს. აი ეს იყო ძირითადი პრინციპი და მეორე საქართველოს ბაზრის სისტემა, მონიტორინგს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თქვენ იცით რომ ხარისხთან დაკავშირებით მიუხედავად კრიტიკისა, ამას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ეგრეთ წოდებული EKE. ჩვენ გეგმავთ, რომ გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით ავტორიზაციის და აკრედიტაციის მოთხოვნების მონიტორინგის გამკაცრება. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარამეტრები იყოს აწეული, იგივე შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, აი ქალბატონმა ტატამ რაც ახსენა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით გიდასტურებთ.
ხშირად შრომის ბაზრის კვლევები არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ის არ პასუხობს სწრაფად იმ ადეკვატურ მოთხოვნებს და ხშირად ხდება უნივერსიტეტებს შორის გარკვეული ტიპის გაზიარება აღნიშნული შრომითი ბაზრის მოთხოვნებისა, სადაც იდეაში ცუდი და უკანონო არაფერია, მაგრამ ხშირად ძველდება ეს ინფორმაცია, ამიტომ სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული რესურსები გამოეყენებინა იქიდან გამომდინარე, რომ ენახა საჯარო და კერძო სექტორში უახლოეს 3-დან 5 წლამდე პერიოდში რა ტიპის გამოწვევები გვექნება. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ერთ ვიტყვი მარტო თუ შეიძლება კი, გიპასუხებთ ერთ ვიტყვი უბრალოდ რომ არ გამორჩეს, ერთი დაზუსტება გვინდა საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ჩანაწერთან დაკავშირებით უბრალოდ დაზუსტება გვინდა და ამიტომ კომიტეტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რედაქციული ხასიათის არის კერძოდ მინისტრი თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესს, ამ პროგრამის შინაარსს, განხორციელების ვადებსა და დაფინანსების წერს არ განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. ეს არის ამ კანონში უბრალოდ ცვლილება, ეს ტექნიკური ნაწილია, რაც არ ქონდა და დაზუსტებას, ამიტომ გთხოვთ ამ ნაწილში, რაც შეეხება კონსტიტუციის ნაწილს მაპატიეთ და მოვიწყდა უბრალოდ. კონსტიტუციის ნაწილთან დაკავშირებით გვინდა რომ სწორი განმარტება გავაკეთოთ. 27 მუხლი, რაზეც ახსენებენ ჩვენი ოპონენტები და რა თქმა უნდა თქვენც ახსენებთ, ვადასტურებთ, აქ ლაპარაკია უნივერსიტეტების ავტონომიურობაზე და აკადემიურ თავისუფლებაზე. თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა და ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც განმარტავენ აღნიშნული კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის შეზღუდვის ფორმატს, ეს ერთი, მეორე ეს საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით არც ავტონომიურობის და არც აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვა მე მგონი არ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საკითხებს. საქართველოს კონსტიტუცია გარდა ამ მუხლისა, მანამდე განმარტავს საკუთრების უფლების საკითხს. საკუთრების უფლება არის ხელშეუხებელი, მოგეხსენებათ და აქ საუბარია იმ უნივერსიტეტებზე, რომლის საკუთრებაც სრულად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ეს არის მცდარი განმარტება, კოლეგებო, გიდასტურებთ, რომ 2010 წლამდე ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ნაგებობები, ინფრასტრუქტურა, უძრავი და მოძრავი ქონება გახლდათ სახელმწიფო საკუთრებაში და გადაცემული ქონდათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უზუფრუქტის უფლებით. 2010 წელს რაღაცა მიზეზების გამო რამდენიმე უნივერსიტეტმა დაირეგისტრირა მის სახელზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული სახელმწიფო უნივერსიტეტები კვლავ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უნივერსიტეტებად, ანუ ორსაფეხუროვანი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზეა ლაპარაკი. შესაბამისად, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ შეზღუდულ საკითხებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ საკუთრებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და ასეთ საჯარო სამართლის იურიდიული პირები მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არის, მოგეხსენებათ, საქართველოს კანონის განმარტება შემიძლია გავაკეთოთ, ხო? ბევრი ცვლილებაც აგერ რაც შემოვიტანე საჯარო სამართლის იურიდიული პირების კანონში ეხებოდა, ზუსტად იმიტომ, რომ ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იურიდიული პირია და არ გახლავთ ბიზნეს სუბიექტი, სამეწარმეო სუბიექტი. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში ალბათ ჯობია, რომ ვნახოთ, როგორ განმარტავს ევროკავშირის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო ავტონომიურობის პრინციპებს და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს. ამასთან დაკავშირებით პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვაქვს და შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ არც ერთი პარამეტრით საქართველოს ხელისუფლება დღეს არსებული ცვლილებები და კონცეფციით არ არღვევს 27 მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც სხვათა შორის ჩვენი ჩაწერილია. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ამ ნაწილში არანაირი კონსტიტუციის შეზღუდვაზე საუბარი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ კომენტარებისთვისაც, სასამართლო გადაწყვეტილებისთვისაც, ძალიან ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა ამას განსაზღვრავს შიდა სახელმწიფოებრივი სასამართლო გადაწყვეტილებებით. თქვენ იცით, რომ განმარტების ნაწილი არსებობს ეგრეთ წოდებული კომენტარების ნაწილი, რომელსაც აკადემიური სექტორი აკეთებს და თქვათ რბილი სამართლის სხვა, ანუ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული განმარტებები, ამიტომ სპეციალურად თქვი სასამართლოს მიერ მიღებული განმარტებები, ამასაც თანდათან რა თქმა უნდა ყველაფერს წარმოადგენთ. მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა. კოლეგებისგან იყო ძირითადი კითხვები გაჟღერებული. ყოველთან ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული რეფორმა არის. მე მინდა რომ დანარჩენი განხილვები და პოლიტიკური შეფასებები უკვე პლენარულ სხდომაზე გადავიტანოთ და გადავინაცვლოთ. კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ბატონ ზვიადს, მის გუნდს და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს აღნიშნული რეფორმის დაინიცირებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სწორ ხედვას, რაც არის ჩვენი ქვეყნის განათლების ფუნდამენტზე დამკვიდრებული ქვეყნის მშენებლობა და მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი და ძირითადი ნაწილი, რომელიც შეეხება უფასო სწავლას, გვაჩვენებს, რომ იმ სწორი დაგეგმილი პოლიტიკით და განხორციელებული პოლიტიკით ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, რომ გაზრდილიყო ბიუჯეტი, რომელიც პირდაპირ გადაითარგმნა ხალხის სიკეთეზე, რაც არის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გთხოვთ გადავინაცვლოთ კენჭის კლასი დავაყენოთ დიდი ბოდიში. გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ ცვლილებებს. მადლობა, გადავინაცვლოთ.